მოგესალმებით, თითოეულ თქვენთან მას უღმესი მადლობა იმის, რომ გამოწერებთ ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მისცემთ გაგეცნობთ, მე ვარ კატო. და დღევანდელი გაშლა მინდა გავაკეთო ესეთი რა ქმედება ექნება უახლოეს პერიოდში თქვენს პარტნიორს, ხო? შეიძლება ყოფილი ურთიერთობა ამოვიდეს, შეიძლება მიმდინარე ურთიერთობა, ყოველ შემთხვევაში რა ქმედება ექნება პარტნიორს, ისე თქვენ ჩაიფიქროთ, ხო? ნახოთ. მოდით ნახოთ ჯერ ვინ არის ის, ვინ მოვიდა დასაუბროთ. პირდაპირ პენტაკლების მეფე. ადამიანი, რომელიც ძალიან მყარად დგას მიწაზე, შეიძლება სტიქიებითაც აფასებენ ხოლმე და მიწის სტიქიის ადამიანი იყოს. ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი ძალიან ორიენტირებული არის ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, და არა მარტო ამ ეტაპზე, არამედ ზოგადადაც ფინანსურ რესურსთან მიმართებაში. პენტაკლების მეფე, პენტაკლების ცხრიანი. ადამიანი, რომელიც 24/7-ზე შრომობს, 24/7-ზე არის სულ იმასთან მიმართებაში, ფინანსურად როგორ იყოს, როგორი უნდა იყოს მისი რაღაცა ბიუჯეტი, წლის ბოლოს რამდენი 1000 უნდა ქონდეს, ხო, რაღაცა სულ ცდილობს, რომ თავისი მთელი რესურსი დაუთმოს მატერიალურ სიტუაციას. ძალიან ისეთი რაშოტლივი ბოდიში დროსულისთვის, აი რაღაც როგორ თქვა, სულ ცდილობს, რომ ყველგან და ყველაფერში ქონდეს გათვლა. ადამიანი, რომელიც შეიძლება ითქვას, გაიპარა ურთიერთობიდან, რაღაცა ესეთი მომენტიც არის, რომელიც გაიპარა ერთია, ნახავთ აუცილებლად რა მდგომარეობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თვითონ ამ ადამიანის მდგომარეობას ესე ვიტყოდი და ესე ავხსენდი ამ ადამიანს, ადამიანი, რომელიც მზად არის ყველაფერი გააკეთოს, მოიტყუოს, ზურგში დანა დაარტყას, არ ვიცი რატომღაც ესეთი პიროვნება ამოდის, რომელიც მთავარია თავისი მატერიალური კუთხე ქონდეს დალაგებული, ხო, რაღაცნაირად გამოწროს ყველა სიტუაციიდან, ხო, რაღაც ესეთი ტიპაჟი არის. კი, აი, ყველა სიტუაციიდან ცდილობს ყოველთვის რაღაც ესე მარტივად გამოწროს, რომ გონია, რომ საერთოდ აი, ახლა მაინც მოექცა ჩიხში, ეს ადამიანი ყოველთვის იტოვებს რაღაცა უკან დასახევს და რაღაცა ისეთ სიტუაციას, სადაც მიტრიალდება და ვერც ვერავინ ვერ მოედავება, ხო, რაღაცა ძალიან ისეთი უცნაური ადამიანი ამოვიდა. კარგით, რა ხდება ახლა ამ ეტაპზე თქვენ შორის? რა ხდება ახლა ამ ეტაპზე თქვენ შორის? რასთან დაკავშირებით? აი, ამ ეტაპზე თითქოს თქვენ შორის არის ესეთი სიტუაცია, ადამიანმა მოახერხა და თუ თქვენ ამ ადამიანს რაღაცა პირობები წაუყენეთ და ზუსტად აი რაღაც ის მომენტი, რომ თუ თქვენ ჩიხში მოაქციეთ ეს ადამიანი, აი ეხლა უკვე სხვა გზა აღარ აქვს, ეს უნდა გააკეთოს, გეტყვით, რომ ძალიან კარგად დაიწვრინა თავი, ძალიან კარგად მოახერხა დაბალანსება და ისევ თავის მატერიალურ მდგომარეობაში გადაეშვა, ხო, რაღაცა მოახერხა, ეპოვა ის გამოსავალი, სადაც აირიდებდა პასუხისმგებლობას, აირიდებდა რაღაცა მდგომარეობას, რომელიც მისთვის არ იქნებოდა მისაღები, ხო? და შესაძლებელია, ურთიერთობას დასრულდა, ხო, რაღაცა გავიდა, თავიდან მეკითხარით, რომ ურთიერთობა შეიძლება გაპარული იყოს თქო და აქაც ზუსტად რა ხდება ურთიერთობაში. არ ვიცი, აქ შეიძლება იყოს ესეთი მომენტი, არჩევანის წინაშე თუ არჩევანის წინაშე რომ დადგა, რომ თქვენ თუ თავისი რაღაცა
ფინანსური კუთხე და მატერიალური კუთხე, შეიძლება ითქვას, რომ მატერიალური კუთხე აირჩია, ხო, რაღაცა თუ თქვენ თუნდაც ორ ადამიანს შორის ქონდა არჩევანის გასაკეთებელი, ხო, აი რომელი უფრო სტაბილურად, ესე ვიტყოდი, და შეძლებული იყო, იქეთ გადაიხარა, იქეთ აირჩია რაღაცა მდგომარეობა, რაღაცა ესეთი მომენტი ისახება აქ. და კარგით ნახოთ, აბა რა ნაბიჯები იქნება უახლოეს პერიოდში. აი, უახლოეს პერიოდში რაღაცნაირად მაინც ეცდება, რომ თქვენთან ურთიერთობა მოატრიალოს, თქვენთან ურთიერთობა მოაბრუნოს და ნახეთ როგორი მომენტი არის. აი, რაღაცნაირად ოღონდ ეს როგორი მომენტია, იცით, აი რაღაცას ელოდება ისევ თქვენთან. არ ვიცი, რაღაცა ძალიან ესეთი ადამიანი ამოვიდა ხა აქ. იცით რა არის, აი თქვენ თუ მე არ ვიტყვი იმას, რომ თქვათ რაღაც ფინანსურად რაღაცას უყურებს თქვენთან, თუმცა მაინც რაღაცა მომენტში აქვს ეს მომენტიც და ფინანსურს რო თავი დავანებოთ, ნახეთ რა ნაბიჯები ექნება. ნაბიჯებს ეცდება, რომ მოატრიალოს, სათავისოდ მოატრიალოს ყველაფერი, იმიტომ რომ რაღაცა ესეთი მოლოდინები აქვს, თუნდაც ნახეთ რა მოლოდინები, შეავსოთ მისი ემოციური მდგომარეობა, შეავსოთ მისი ემოციური ფონი, შეავსოთ მისთვის რაღაცა, არ ვიცი, ხო ვიღაცასთან თქვათ ვნების მომენტი, ხო? ნუ ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანს ექნება ნაბიჯები, მოატრიალოს სიტუაცია, რომ თქვენგან მიიღოს რაღაცა, ხო? იმიტომ რომ აქ როგორი მომენტია, ძე რაღაცნაირად შეიძლება ითქვას, თქვენ ახერხებით ამ ადამიანის დამორჩილებას იმ მხრივ, რომ ნახეთ როგორი მხრივ ახერხებით ამ ადამიანის დამორჩილებას, რაღაც ჭკვიანურს ეუბნებოდით, რაღაცა ნახეთ, რაღაც ისეთი გააქვთ თქვენ, რომელიც ამ ადამიანს სჭირდება, ამიტომ ეს ადამიანი რაღაცნაირად ეცდება ურთიერთობა მოატრიალოს იმისთვის, რომ ეს რაღაცა მიიღოს, რაღაც სტაბილური მომენტი გაქვთ, ნახეთ, თქვენ თუ აქ ამ ადამიანს არაფერს არ თხოვდით გარდა იმისა, რომ უბრალოდ თქვენ დებდით რაღაცნაირად რესურს, ხო, ამ ადამიანში და სულ ყოველდღიურად რაღაცა პატარ-პატარა ენერგიას აძლევდით თუნდაც, ხო, ამ ადამიანს ამის მოტრიალება და ამის მიბრუნება სჭირდება, რაღაცა იმ სიმშვიდის მდგომარეობა, რომელსაც თქვენ აძლევდით, ხო, კი, შეიძლება რაღაცა არჩევანის წინაშე დადგა და მოუწია, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტი არის ამ არჩევანის მომენტში გაგერიდათ, რომ ცოტა რაღაცა შიში დაკარგვის გქონოდათ და შემდეგ უკვე ნახეთ აი ამ შიში დაკარგვის შიშის შემდეგ დაბრუნება ადამიანის, ბევრი ადამიანისთვის ძალიან ისეთი სიტუაცია, როდესაც კარგი, ჩუმად ვიქნები, არაფერს არ გავაკეთებ, არაფერს აღარ ვიტყვი, არაფერს აღარ მოგთხოვ და ჩემთვის ვიქნები, ხო, არის ხომ ესეთი შემთხვევები, ასე რომ მე ესე ვიტყოდი, რომ ეს ადამიანი მოტრიალდება სადღაც ალბათ ესე უფრო აპრილის თვეში, რატომღაც ესე მომდის ინფორმაცია 2 თვეში სადღაც აპრილში და ექნება მის ცდელობა, რომ თქვენგან ისევ დაიბრუნოს ის რესურსები, რომელიც წაიყო, ხო, რომელთაც იკვებებოდა, ესე რა ვთქვათ. რა ნაბიჯი ექნება კიდე თქვენთან მიმართებაში? ხო, აი იცით რა არის, აი ნაბიჯი ცოტა ესეთი მომენტი არის, აქ ნაბიჯის მომენტი არის ის, რომ აი მისთვის საჭირო, მისთვის შესავსები მდგომარეობა, მისთვის რაღაცა სტაბილურობის მდგომარეობა, აბსოლუტურად აი ესე გეტყვით რა, თქვენგან ეს ადამიანი რაღაცა ძალიან საინტერესო ინფორმაციას იღებდა. ინფორმაციას თქვა ცხოვრებისეულ გზაზე, შეიძლება თქვენ ბევრად უფრო განათლებული ხართ და კარგად გაქვთ ინტუიცია თუნდაც განვითარებული, ხო, მესამე თვალი რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში რაღაც ზრუნველობას იღებდა თქვენგან, ამ ადამიანს აძლევდა რაღაც იმ იმპულსებს და ნაბიჯებიც იქნება ზუსტად ისეთი, არც მოვა, არც წავა, რაღაც პერიოდი მოგცემთ ემოციას, რაღაც შეგავსებთ, მერე ისევ ჩაიკეტება, მერე ისევ რაღაცას შეგავსებთ, აი აქ როგორი მომენტია, იცით, აი ამ ადამიანისთვის კიდევ ერთხელ ვძახი, იმდენად რაღაც აი არ ვიცი, ესეთი გათვლითი ადამიანი მოვიდა დღეს სასაუბროდ, მე მგონი პირველად არის ესეთი
კონკრეტულად გათვლითი ადამიანი, რომ აი კარუსელზე გამყოფებთ, რომ თქვენ ბოლომდე ვერც გახვიდეთ ამ ურთიერთობიდან და არც სხვა შემოუშვათ და რაღაცა ვერც ამას შეელიოთ და რაღაც ესეთ მომენტში იყოთ, ხვდებით, რომ მოვა, მიიღებს თქვენგან ენერგიას, თქვენგან დარიგებას, თქვენგან რჩევას, თქვენგან დახმარებას, თქვენგან სიტუაციას გაანალიზებას, რაღაცა სტაბილურობას მიიღებს, გაჩერდება, დამშვიდდება, დაწყნარდება, თავს დაგადებთ, ცოტა მოისუნთქავს, მერე ისევ წავა, ისევ რაღაცა თავიდან დაიწყებს რაღაცნაირად სიტუაციის მოტრიალებას, ხო? აი რაღაცა ეს მომენტები აქვს ამ ადამიანს სამწუხაროდ. აქ შეიძლება ოჯახური მდგომარეობაც თუ იქნებოდა და თქვათ ოჯახის მომენტიდან გავიდა ადამიანი, იმიტომ რომ რაღაცა ვერ ანუ არ უნდოდა რაღაცების ისე დაალაგებო თქვათ, ხო, რაღაცა თქვენ მოსთხოვეთ. აი აქაც ეგეთი მომენტი არის, არც თქვენ მოგცემთ რაღაცა ბედნიერების საშუალებას, რომ თქვა თქვენ გზაზე წახვიდეთ და ანუ არც თვითონ არ იქნება თქვენთან რაღაცა ეს მომენტი არის აქ. ადამიანი რაღაც ცდილობს მიიღოს. მოდი კონკრეტულად რისი მიღება გინდა ამ ადამიანისგან? მისნების დასრულების, მოქმედების, ანუ იცით რა არის, აი ნახეთ რაღაც სიმძიმეების დაძლევის, პენტაკლების დედოფალი. ნახეთ როგორი მომენტი არის, რისი მიღება უნდა თქვენ, აი კიდევ ერთხელ გეტყვით, თქვენ გაქვთ რაღაცნაირად რესურსი. ნუ ვიღაცებს ყველასთან არა, მაგრამ ვიღაცებს მატერიალურადაც ეხმარება, ხო? თქვათ სამწუხაროდ არის ხომ ესეთი სიტუაციები ემიგრანტებთან, რომ რაღაცა ახერხებენ, რომ თავს აურიონ რაღაცნაირად და დახმარება მისცენ და მერე ხდება ხოლმე რომ ბლოკავენ ან რაღაცა მსგავსი, ხო? ნახეთ რისი მიღება უნდა ამ ადამიანს თქვენგან, ამ ადამიანს თქვენგან უნდა თავისი ოცნებების ასრულება, თავისი ოცნებების და თავის გზაზე წინ წასვლა, სიმძიმეების მოხსნა, იმიტომ რომ თქვენ ძალიან რესურსული ადამიანი ხართ, ხო? კიდევ ერთხელ ვიტყვი, ზოგადთან შეიძლება რომ პირდაპირი მნიშვნელობით, მატერიალური კუთხით უყურებდეს თქვენთან ურთიერთობას, ну რა ვიცი, ხა შეიძლება ამ ეტაპზე ვერ აძლევთ ვერაფერს, მაგრამ თქვა ძალიან კარგი საფკარი გაქვთ, ხო, რაღაცა ხართ დედის ერთად, რა ვიცი, ან ისეთი სიტუაცია გაქვთ, ან რაღაც ბიზნესი გაქვთ, რომელსაც შეიძლება აი აქ არის ის მომენტი, როდესაც ადამიანი მოელის თქვენგან დახმარებას, ხო? ну, ვისაც ფინანსური დახმარება არ აქვს, ну, იქ უკვე სულიერი, თუნდაც აი რაღაცა ფიზიკური დახმარების მდგომარეობა, სადაც აი რაღაცა პერიოდი ჩანთას, თქვათ, სწორ გზაზე თვითონ ეს ადამიანი წაიღებს, მაგრამ მერე როდესაც შეხვდება ასეთი დიდი მთა, ამ მთაზე თქვენა გატანინებთ, ხო, რაღაცნაირად სულიერი მდგომარეობა, თუნდაც სადღაც რაღაცა გაბრაზებული არის, სადღაც რაღაც ნაწყენი არის და მოვა თქვენთან აი ამ თავის ნეგატიურ ემოციებს დაგაცლით და წაიღებს თქვენგან იმ დადებით ენერგიას, რაც თქვენ გაქვთ, შეივსება ენერგოვამპირულად, ესე რომ ვთქვათ, და წავა. ხო, აი რაღაც ეს მომენტი არის, აი თქვენგან უნდა ის რესურსები, რომელიც თქვენ გაქვთ. ის სიტუაცია, რომელიც თქვენ გაქვთ. ვისთან როგორ ხა საჯარო გაშლა, კიდევ ერთხელ ვიტყვი და ну კონკრეტულად ხა შეგიძლიათ პირად გაშლებთან უფრო დეტალურად გაიგოთ, ხო? რა უნდა თქვენგან ამ ადამიანს. ყოველ შემთხვევაში აქ ესე ჩანს და მოდით ერთი რჩევაც ნახოთ თქვენთვის. იყავით სამართლიანი. ნახეთ, იყავით სამართლიანი მასთან მიმართებაში, იყავით სამართლიანი პირველ რიგში საკუთარ თავთან მიმართებაში, ხო? იყავით სამართლიანი იმისთვის, რომ თუ თქვენ რაღაცა ან რაღაცას შრომობთ, ხო, და რაღაცას აკეთებთ, მანაც უნდა ჩადოს თქვენთან ურთიერთობაში შრომა, ხო? ნუ გექნებათ შიშები ამ ადამიანის, თქვათ, გაშვების და დაკარგვის, ხო? ნუ გექნებათ იმის შიში, რომ თქვენ მარტო დარჩებით. ნუ გექნებათ შიშები იმის, რომ როგორ უნდა დაძლიოთ, თქვათ, თუნდაც რაღაც პერიოდი მარტოობის ყოფნა, ხო? ნუ ახლა ვიღაცა შეიძლება ცოტა ისეთ ასაკშიც იყოს, რომ აი რაღაც დროს ჩემი სხვა ურთიერთობაა თქვას. ნუ მისცემთ საშუალებას საკუთარ თავი
იტკინოთ, საკუთარი გული იტკინოთ და ნუ მისცემთ საშუალებას ადამიანებს, რომ მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, მაგრამ გამოგიყენონ და გამოაყენებინოთ თავი, ხო, რაღაცნაირად იყავით სამართლიანად მოექეცით საკუთარ თავს, საკუთარ უფლებები დაიცავით ყოველთვის თქვენი საზღვრები და იმოქმედეთ ისე, როგორც თქვენს ცხოვრებას, თქვენს ემოციას, თქვენს ურთიერთობას ჭირდება, ხო? რაღაცა თქვენთვის რაც მნიშვნელოვანია, რაღაცა მაგ კუთხით იმოქმედეთ, ხო? კი ბატონო, აი ნუ გასცემთ იმაზე მეც, რასაც მერე ან არ დაგიბრუნებენ, ან ვერ დაგიბრუნებენ და რაღაცა მადლიერით შეიძლება არავინ არ დაგრჩეთ საბოლოო ჯამში, ხო? რაღაცა იმდენად დაიცავოთ ბოლოს და ბოლოს ისევ თქვენ მოგიტრიალდეთ, რომ თქვენ არც არაფერი ისეთი არ გაგიკეთებიათ ამ ადამიანისთვის, ხო? ნუ ყოველ შემთხვევაში კიდევ ერთხელ გეტყვით, დაასრულეთ ის მომენტები, რაც თქვენ გტკენთ გულს, ხო? რაც თქვენ გცლით ემოციებიდან, რაც თქვენ გცლით ენერგიებიდან და ნუ კიდევ ერთხელ გეტყვით, ანუ არ ვიცი, აი აქ ხა ალბათ ვისთვის რეზონირდება ესე ძალიან საინტერესოა, მაგრამ აი რატომღაც მაინც მომდის ის მომენტი, რომ აქ ქალბატონები თუ ბატონები არ აქვს მნიშვნელობა, პარტნიორს არ ვიცი რატომ მომდის ეს, მაგრამ აშკარად ეხმარებით მატერიალურადაც. ალბათ ეს უფრო იმ ადამიანებისთვის არის, ვინც ფინანსურ რესურსს, რა ვიცი, გასცემს პარტნიორისთვის. აი ესეთი გაშლა გამოვიდა, წარმატებულ ურთიერთობებს გისურვებთ, თქვენი საზღვრების დაცვას გისურვებთ და ბედნიერებას ითხოვთ თქვენთაგან.